ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში სულგუნის საწარმო 1 წლის წინ გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ჯერ კიდევ არ არის სათანადო დანადგარებით აღჭურვილი, 4 სახეობის ყველის წარმოებას მაინც ახერხებენ. საწარმოს მეპატრონის ხათუნა თედეიშვილის ინფორმაციით, სულგუნის საწარმო ბანკიდან აღებული სესხით გახსნეს. მისი თქმით, იგი ჯერ მეცხოველეობას მისდევდა და მიღებული რძით ყველი ამოჰყავდა. სწორედ აქედან გაუჩნდა სულგუნის საწარმოს გახსნის იდეაც, რომელიც მალევე განახორციელა. თედეიშვილი აცხადებს, რომ ყველის წარმოებისთვის საჭირო რძეს მოსახლეობისგან ყიდულობს. მისივე მტკიცებით იმისათვის, რომ საბოლოო პროდუქტი დადგენის სტანდარტებს შეესაბამებოდეს, რძეს ლაბორატორიულად ამოწმებენ და მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ ხდება მისი გადამუშავება. ქარხნის მეპატრონის ხათუნა თედეიშვილის ინფორმაციით, მათ საქართველოს ბაზრის ნაწილის ათვისება მაინც მოახერხეს. პროდუქცია ამ ეტაპზე ნიკორას დასავლეთ-აღმოსავლეთ ქსელში, თელავის ერთ სუპერმარკეტსა და აგრარულ ბაზარში იყიდება. მეწარმე ქალბატონის ინფორმაციით, იმისათვის, რომ უფრო მეტი პროდუქცია აწარმოონ, დამატებითი დანადგარების შეძენა სჭირდებათ, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არ აქვთ. საწარმოში დასაქმებულები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა შეიძინონ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობების შესახებ. თედეიშვილმა იცის, რომ გარკვეული მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე მის მიერ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. მუშაობთ სეზონურად, ეხლა ბყავს 3 მუშა, იმიტომ რომ რძის რაოდენობა არ აქვს იმდენი, რომ მეტი დავასაქმოთ და როცა რძის რაოდენობას გავზდით, მაშინ მუშების რაოდენობას რა თქმა უნდა გაიზრდება. იკეთდება იმერულიდან აკეთებენ სულგუნს, თეთრს, მერე ბოლავთ, არის შებოლილი, არის ნაწნავები და ჩხერები. ამჟამად მარტო მაგას ვუშვებთ. გვაქვს ავზები, რძის ავზები, მაცივარი. ბევრი რამე გვაკლია. ბანკის სესხით გაკეთება ძალიან რთულია და მუშაობა. და თუ იქნება სახელმწიფოსგან რამე დახმარება, სიამოვნებით მივიღებთ და ყველა იმ სტანდარტს დავაკმაყოფილებთ, რასაც ითხოვენ. მეწარმე ქალბატონი საწარმოს გაფართოვებაზე, აღჭურვასა და დამატებითი სახეობის პროდუქციის წარმოებაზე ოცნებობს. მას იმედი აქვს, რომ სამომავლოდ ქარხნული ყველის, იოგურტის და ნაყინის პროდუქციას დაამზადებს. იგი ფიქრობს, რომ ადგილობრივი და უცხოური ბაზრების ათვისების საშუალებაც მიეცემა. თედეიშვილს მიაჩნია, რომ მისი საწარმოს გაფართოვება სოფელში მოსახლეობის ფინანსურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გვაქვს დიდი სურვილით, რომ გავიდეთ ევროპის ბაზარზეც, რუსეთის ბაზარზეც. იმიტომ რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა, როცა იქნება ის რძის რაოდენობაც და უშვებთ, ხა ტრაბახს არ დავიწყებ, ნამდვილად სუფთა ხარისხის პროდუქტს, იმიტომ რომ ჩვენ არანაირ მინარევს, არანაირ რძის ფხვნილს არ ვხმარობთ. აი რძესაც კი არ ვხდით. თუ გვექნება რა თქმა უნდა ეს ფინანსები, ჩვენ საერთოდ მომავლისთვის გეგმავთ გამოუშვათ იოგურტი, მაწონი და ჩემი ოცნება ნაყინიც. სოფელ კოღოთოს საწარმოში ამ დროისთვის 3 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული და როგორც საწარმოში აცხადებენ, მათი რიცხვის გაზრდაც იგეგმება. იმისათვის, რომ სოფელში დამზადებული პროდუქცია მომხმარებლამდე ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი მივიდეს, მომზადების რამდენიმე ეტაპს გადის. მიღებული რძიდან იმერული ყველი ამოდის, შემდეგ იხარშება, კეთდება სულგუნი, იბოლება, ზომაზე იჭრება და იფუთება. საწარმოს თანამშრომელ თინა შაშვიაშვილისთვის აღნიშნული პროცედურის კეთება ყოველდღიური საქმიანობაა. ეს არის იმერული ყველისგან ამოღებული სულგუნი. სულგუნის ძაფი, რომელიც ეს შესაბამისად მზადდება ახლა, ედმება ძაფი და 1 საათნახევარში გავყიდებთ ჩამოშრება, შემდეგ იბოლება. შემდეგ შებოლის შემდეგ იჭრება, ვიღებთ რა თქმა უნდა საფაგურიდან, მერე იჭრება ზომებზე, ლაგდება პაკეტში, უკეთდება ვაკუუმი და ერთმება ეტიკეტი. ჩვენი პროდუქცია შემდეგ მზად იქნება გასასვლელად. კოღოთოში მცხოვრები მოსახლეობის თქმით მნიშვნელოვანია, რომ საწარმო სოფელში ფუნქციონირებს, რადგან საკუთარი რძის რეალიზებას ახდენენ. ადგილობრივების განცხადებით ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანია. საკუთარი ფერმა აქვს ამ კაცსა, სუფთა ბალახს საჭმევს, თუ აქვს სიმინდი და შერეული კორმა რაღაცებს საჭმევს და ხალხი ყიდულობს, რა ვიცი, კარგია და ოჯახში ბავშვებიც აჭამენ და ხაჭაპურსაც ვაცხობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, კარგია და სუფთა ნაწარმია ყველაფერი. საწარმოს მფლობელი ამბობს, რომ ისინი საჭირო სტანდარტების დანერგვას და ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანას გეგმავენ. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების DCFTA-ის თანახმად კი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ლიბერალიზაციას გულისხმობს, ქართული პროდუქცია ევროპელ მომხმარებლამდე სანამ მიაღწევს მკაცრი კონტროლი უნდა გაიაროს.
მისი ხარისხი ევროპულ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. განსაკუთრებით მკაცრია ევროპის მოთხოვნები მაღალი რისკის პროდუქტებზე, რძე და რძის პროდუქტებზე. ევროკავშირის სტანდარტზე გადასვლის პროცესი ფერმერებიდან უნდა დაიწყოს და პროდუქტი უნდა გაკონტროლდეს სუფრამდე. წარმოებლებისთვის პროდუქტის შემოწმება რთულია და საკმაო ხარჯსაც მოითხოვს. სურსათის უვნებლობის ადგილობრივი სამსახურები ლაბორატორიულ დასკვნებს ვერ გასცემენ. ფერმერმა პროდუქტი თბილისში უნდა შეამოწმებინოს და საფასური ყოველ ჯერზე 300 ლარი უნდა გადაიხადოს.